პირველი მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციების თანახმად საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და თვითდასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია, ნებართვის მიღება კი ფასიანი. ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები 2027 წლის 1 იანვრამდე მათთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1 მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში. რა შეიცვალა ახალი კანონმდებლობით უცხოელების დასაქმების მიმართულებით საქართველოში? თემაზე საუბარს საქმის კურსის პარტნიორი კომპანიის IBCCS Tax საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან და მმართველ პარტნიორთან კეთევან აღოშაშვილთან და კომპანიის ადვოკატთან ლევო ლადარიასთან. ერთად ვაგრძელებთ. პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. ძალიან აქტუალური თემაა და ამ თემაზე მნიშვნელოვანია, რომ დეტალებზე მოხდეს განმარტების გაკეთება, იმიტომ რომ კითხვები ძალიან ბევრია, მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. კეთევან, თქვენთან დავიწყებ საუბრით. საინტერესოა უშუალოდ რა შეიცვალა ამ კანონმდებლობით, ვის ეხება და თუ შეგვიძლია გამოვყოთ ის მიმართულებები, რასაც განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ, მათ შორის იმ კომპანიებმა, ვისაც აქვთ პრაქტიკა უცხოელების დასაქმების. მოკლედ, რაზე გაამახვილებდით თქვენ ამ კუთხით ყურადღებას? დიდი მადლობა მოწვევისათვის და ეს ნამდვილად აქტუალური საკითხია. დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე ცხელი თემად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან საქართველოში დარეგულირდა პროცესი, რომელიც აქამდე არასოდეს არ ყოფილა რეგულირებული. შემოვიდა ახალი კანონი, რომელიც სულ ახლახანს შემოვიდა და ბოლო პერიოდში დაიწყო ამაზე საუბარი. კანონი ეხება ყველა უცხოელ ფიზიკურ პირს, ასევე კომპანიებს, ქართულ კომპანიებს, რომელსაც დასაქმებული ყავს, ან დაქირავებით მომუშავე პირები ყავს არაქართული ანუ არა საქართველოს მოქალაქეები, ასევე ეხება ყველა იმ კომპანიას, რომელსაც მომსახურებას უწევს არა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები, თუნდაც საქართველოში ან ფარგლებს გარეთ და ასევე ყველა იმ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი ან და დირექტორი არის არაქართველი. ანუ ფაქტობრივად ბიზნესების ძალიან დიდ ნაწილს, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება აქვს არაქართულ მოსახლეობასთან, არასაქართლოს მოქალაქე პირებთან, რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში არის შესული, ყველა ექცევა ამ კანონის რეგულების ფარგლებში და ყველას ეხება სჭირდება, რომ მიიღოს ამისთვის სპეციალური ნებართვა. საინტერესოა უშუალოდ აღსრულების ნაწილი, როგორ უნდა მოერგონ კომპანიები ამ ახალ რეგულაციას? ერთია, რომ საჭიროა უშუალოდ ამ ნებართვის აღება, რომლის ელექტრონული პორტალიც არსებობს და ამ ყველაფერს უშუალოდ სააგენტო უზრუნველყოფს. რა გზა უნდა გაიარონ? საინტერესო იქნება ამ კუთხით აღწერა ამ პროცესის იმ კომპანიებმა, რომლებსაც პრაქტიკაში უკვე ყავთ დასაქმებულები ან აპირებენ უცხოელების დასაქმებას. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ შემთხვევაში ორი განსხვავებული პროცედურა, ერთი არის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების შემთხვევაში გასავლელი პროცედურა, რომელსაც დამსაქმებელი ახორციელებს. მეორე არის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე თვითდასაქმებული პირების მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევა და უცხოელი დირექტორის ან დამფუძნებელი პირის შემთხვევა. პირველ შემთხვევაში უფრო მრავალსაფეხურიანი არის, კერძოდ დასაქმების სურველმა უცხოელის 10 სამუშაო დღით ადრე უნდა იქამდე სანამ გააკეთებს განაცხადს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების თაობაზე, უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ვაკანტური თანამდებობის შესახებ, რომელზეც ის ფიქრობს დაასაქმოს უცხოელი. ამ 10 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს მხრიდან ხდება მოძიება და შეთავაზება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უკვე საქართველოს მოქალაქის და თვითონ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში ვალდებულია განიხილოს ეს კანდიდატურა, თუ დამსაქმებელი ამ კანდიდატურის მიღებაზე უარს აცხადებს, მაგ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს უარი და ეს უარი დაუბრუნოს 3 დღის ვადაში ამ შერჩევის პროცედურის გავლიდან 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნოს სააგენტოს. ამ დასაბუთების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად უკვე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა. თუ გაგრძელდება, შესაბამისად მიეცემა მსვლელობა უკვე თუ არა, მაგ შემთხვევაში უარი გამოიცემა სააგენტოს მხრიდან და ამ შემთხვევაში შესაძლებლობა
ეს რამდენად ზღუდავს გარკვეულწილად კომპანიებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აქტიურად მიდის თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა სექტორში კადრების დეფიციტზე საუბარი. როდესაც ასე ვთქვათ, ეს მძიმე ბიუროკრატიული მექანიზმი შემოგვაქვს, რაც დიდწილად ზღუდავს ამ პროცესს, ეს რამდენად შეიძლება მათ შორის გამოწვევა გახდეს ბიზნესისთვის, კეთილად თქვენ კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეზღუდვებია დაწესებული და ეს გაჭიანურებული პროცესია, იმიტომ რომ ჯერ არა მხოლოდ რომ უბრალოდ მიიწერო ნებართვაზე, არამედ უნდა დაასაბუთო და დამსაქმებლის პასუხისმგებლობა ხდება ის უარიც, რატომ არა საქმებს სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს და საკმაოდ გაჭიანურებული პროცესია, თუმცა მეორეს მხრივ და ეს ამ პროცესში, რადგან დღეს სამუშაო ზალა ნამდვილად პრობლემურია საქართველოში, ამ პროცესს არ ვიცით სადამდე მიგვიყვეს, თუმცა კარგი ის არის იმ კუთხით, რომ მსგავსი დასაბუთება და მსგავსი შემოთავაზება არ ხდება, როდესაც ფიზიკური პირისთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ხდება ურთიერთობა და არა დასაქმებული კუთხით. შესაბამისად, ეგ კიდევ უკეთესია, იმიტომ რომ ამ ნაწილში აღარ გჭირდება ნებართვა, ან არ გჭირდება უარზე ფიქრი ან განხილვა იმ კანდიდატის, რომელიც მაგალითად შემოგთავაზებს სააგენტო. ასევე მინდა გკითხოთ, აი თუ უშუალოდ ამ პროცესში რა დაგვანახა ამ ერთმა კვირამ, ეხლა ეს ჩვენ რაც აღწერეთ, ელექტრონულია მესმის, მაგრამ რამდენად მზაობა იყო, რამდენად ხომ არ იყო სისტემაში რაიმე ხარვეზები და რა სისურვებდით, მაგალითად უშუალოდ ხა ბიზნესები რას ამბობენ ამ კუთხით, უფრო მეტად დასახვეწი ხომ არ არის პროცესი. საკმაოდ მაღალია ინტერესები, ძალიან ხშირად გამოიხატება მომსახურების მიმართ. ამ ეტაპზე გარკვეულწილად ხდება პრაქტიკის განსაზღვრა, იმიტომ რომ კანონმდებლობაში არის ბევრი პასუხგავოცემელი კითხვა, როგორც მოგეხსენებათ. გარკვეული ვადის შემდეგ ბევრად მეტ კითხვაზე იქნება პასუხის გაცემა თვითონ სააგენტოს მხრიდან შესაძლებელი. ამ ეტაპზე რეგულაცია რაც არის, იმ რეგულაციებს ხელმძღვანელობთ, ვფიქრობთ, ჩვენი კომპანია თავისუფლად შეძლებს შესაბამისი მომსახურების გაწევას, თუნდაც ამ რეგულაციების კითხვები დარწმუნებული ვარ, მაინც ბიზნესის მხრიდან ბევრი იქნება და მინდა მოვასწროთ საუბარი ასევე კვოტებთან მიმართებით. ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობამ კონკრეტულ პროფესიებთან მიმართებით ნულოვანი კვოტები დაადგინა და არის მიმართულებები, სადაც არის განსაზღვრული სამთელგამყოლებია, მაგალითად, სადაც არის განსაზღვრული 200-კაციანი კვოტა. აი ამ ნაწილში რას ცვლის ეს ბაზრისთვის, თუ გქონდათ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, ვინც ამ სფეროებში მოღვაწეობენ, რას უნდა ველოდოთ? დიახ, ზოგადად ძალიან დიდი დაბნეულობა და მოდის ძალიან მრავალფეროვანი კითხვა ამ ნაწილში, რაც შეეხება კვოტებთან დაკავშირებით. დიახ, კვოტები განისაზღვრა რამდენიმე მიმართულებით, ეს გახლავთ გზავრთა გადაყვანა, ეს გახლავთ ტრანსპორტირება და ზოგიერთ კომპანიას, რომელიც მიწოდებას ახორციელებს საკურიერო სერვისებს ახორციელებს, საერთოდ მოუწიათ ყველა ადამიანის განთავისუფლება და ეს არ ყოფილა 100 და 200 კაცი, ბევრად მეტი იყო, უბრალოდ ნულოვანი კვოტა აქვს და შესაბამისად ამ ადამიანებს შეუძლებელია რომ დაასაქმონ თქვა ეს უცხოელები. აქედან გამომდინარე, აქ სრულიად იცვლება და აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, არანაირი გზა არ არსებობს. რაც შეეხება, სადაც თქვა აი სამთოგამყოლი არის ერთადერთი, სადაც მხოლოდ 200 ადამიანის საშუალება არის, რომ მხოლოდ 200 არა ქართველი, არა საქართველოს მოქალაქე პირი ყავდეთ დაქირავებული და ვინც პირველი ასე თქვა მოასწრებს ის იქნება. თუმცა გამონაკლისი დასაქმების ნაწილში აქვე აღნიშნავ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისი, ეს ეხება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირებს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი არის საგადასახადო სტატუსიდან გამომდინარე, მინდა დავაკონკრეტო ეს ნაწილი, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ ეხებათ ანალოგიურად, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან, მომსახურებას უწევენ საზღვარგარეთ არაქართულ კომპანიებს და საქართველოში ყავთ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად იმყოფებიან საქართველოში, მათთან აი ის პროცედურის ის ნაწილი, რომელიც ეხება შეზღუდვებს და დასაბუთებებს დამატებით, რომ ჩაანაცვლონ ქართველი პერსონალი, ამ შემთხვევაში ამას არ ეხება და ეს შედარებით უფრო რაღაცა აი ამ კომპანიებისთვის ბენეფიტურ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა რა თქმა უნდა ნებართვა მათაც ჭირდებათ. გასაგები. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო აქცენტებისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი, ასე ვთქვათ, კითხვა იქნება ამ კუთხით. კიდევ და პერიოდულად, რა თქმა უნდა, BMG ამ თემებს მოიგითხავს. ჩვენი სტუმრები იყვნენ IBCCS TAX საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორი ქეთევან აღოშაშვილი და კომპანიის ადვოკატი ლევან პლატარია.